გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ თავისუფალი ტრიბუნის თანადამფუძნებელი, ომის ვეტერანი პაატა აბულაძე. მოგესალმებით ბატონ პაატა. მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. მადლობა მოწვევისთვის. და მოდით დავიწყოთ საუბარი ხელმოწერებთან დაკავშირებით. თქვენ ასევე ბრძანდებით ერთ-ერთი ინიციატორი, თავისუფალი ტრიბუნა მონაწილეობს ამ საქმეში. და ვიცით რომ უკვე რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნით 80,000 და გადაცდა ხელმოწერები. თუმცა კვლავ რჩება იმ პრობლემად, აი ამ საიტის პერმანენტული გათიშვა, როგორც ვიცით, ახლაც დაბლოკილია. სულ ცოტა რჩება 100,000 ხელმოწერამდე, თან ეს ძალიან მოკლე დროში განხორციელდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, იმედს ვიქონიებთ რომ კვლავ ჩაირთვება ეს საიტი, გაგრძელდება ამ ხელმოწერების აგროვება და როდესაც იქნება უკვე კულმინაციური მომენტი, 100,000 ხელმოწერა იქნება აგროვებული, ჯერ იდგება იმ პოზიციაზე, რომელსაც ასევე თქვენს მიერ დაფუძნებული თავისუფალი ტრიბუნა აცხადებს, საუბრობს, კონკრეტული განცხადება და მიმართვა ხელისუფლების მიმართ. რა პერიოდში იქნება ამ 100,000 ხელმოწერის შეგროვების შემდეგ? ანუ მოხდება თუ არა მალევე გაცხადება და ეს მოთხოვნის წამოყენება ხელისუფლებისადმი, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები რუსეთთან დიალოგის დასაწყებად. უყურეთ. ესე იგი, კონკრეტულად ძალიან მალე იქნება მიმართვა მე, როცა უკვე დოკუმენტი ხელში დავიწერთ. რა თქმა უნდა, იმ მოკლე ხანებში ეს გადავწევთ, ჯერ კონფერენციას მოვიწვევთ და ვეპატიჟებით ყველას, აბსოლუტურად ყველას, პოლიტიკური შეხედულებისა, რასისა, ყველას ვეპატიჟებით მოვიდეს აქა. ეს არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის უკვე პოლიტიკური თემა, ეს არის სტრატეგიული თემა ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის. თუ გადახედავთ აი ხა უყურე და ეხლა შეება ხალხმა ვერ გიგო. აი რუსთაველზე რო დადიათ, იმათაც კი მოუწოდებ. მოდით შვილებო ხელი მოაწერეთ აი ამას და გეტყვით რატო. ეს არ არის რაღაცა პოლიტიკური თემა. გადახედეთ ჩვენს რეგიონში რა პროცესებია დაწყებული. ამ პროცესებზეც ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ეს დოკუმენტს რო ხელში გიჭირავს, შენ აკეთებ განცხადებას, რომ მე ვარ ტრადიციული, ქრისტიანული იმ სამყაროს წევრი, ვისაც გვინდა მშვიდობა და ომი არა. და არ ვეკუთვნით იმ სამყაროს, რომელიც დღეს უკვე ჩართულია პროექტი კავკასიის ჩართვა ომში. იმიტომ კი არა ვიღაცა მოგწონთ, არ მოგწონს, მაგრამ ეგ თემა უკვე ჩვენ გავიარეთ. ის ცუდია, რუსეთი ცუდია და აი ამერიკა, ეგ თემა გავიარეთ. კარგად გადახედეთ რა პროცესებია დაწყებული ჯერ აზერბაიჯანში, ყარაბაღში რა იყო და ამ წუთას აბუ-დაბიში რა პროცესებია დაწყებული. ანუ განუმარტოთ, ბარემ აპატიეთ რო გაწყვეტინებთ, განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს, აბუ-დაბიში შედგა შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ პაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის. ეს მოედანი, აი თქვენ ომი ახსენეთ 44 დღიანი ომი, სადაც აზერბაიჯანმა გაიმარჯვა და დაიბრუნა თავისი ეს ყარაბაღის ტერიტორია. და რუსეთი გამოდიოდა შუამავლად და რამდენჯერმე იყო ეს განცხადებაც გაკეთებული. ერთადერთი რჩება მხარეთა შორის სამშვიდობო ხელმოწერა, რომელიც დღემდე არ არის და მხარეები ცდილობენ მიაღწიონ კონსენსუსს. აზერბაიჯანს აქვს მოთხოვნა ასევე მის პარტნიორ თურქეთს, რომ გაიხსნას ზანგეზურის კორიდორი. და ეს შეხვედრა, რომელიც აბუ-დაბიში მიმდინარეობს, არ არის რუსეთის შუამდგომლობით განხორციელებული შეხვედრა. ეს არის დასავლეთის, კერძოდ უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებული. მთელი დასავლური მედია აპელირებს იმაზე, რომ აი თურმე შუამავლების გარეშე შეუძლიათ პაშინიანს და ალიევს შეხვედრა. სინამდვილეში აი საქმეც მაგაშია, კულისებს მიღმა არის აქ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩანს ისე, რომ თურმე მხარეები ერთმანეთს შუამავლების გარეშე შეხვდნენ. სინამდვილეში აქ პირველი ვიოლინო არის ამერიკის შეერთებული შტატები და თუ ეს გადაწყდა, თუ დაიდო ეს შეთანხმება, სამშვიდობო ეგრეთ წოდებული შეთანხმება, აქ ნიშნავს, რომ დაალაგდება ერთი მხრივ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა
თუმცა აი თუ როგორ დაალაგდება ამას გადაცემის სვლელობის დროს ვისაუბრებთ და თქვენს შეგიძლიათ ამას. ერთი რამე გამოვხდა. ამ შეხვედრამდე ორივე ქვეყანაში მოხდა რაღაცეები. პირველი ერთმა დაეტაკა ტრადიციულ სასომხეთს, ეკლესიას, ყოველგვარ დაჟე ომი გამოუცხა და ცოცხალი სატანაა უკვე ეგა. აი პირდაპირ ვამბობ. ამასობაში იქაც აზერბაიჯანშიც მოხდა რაღაც პროცესები, გაუგეფარი, ესე იგი, ამის მერე ხდება ესა და ესე იგი თურქეთის სანუკვარი ნატრა, რომ სახმელეთო გზა გაჭრას დიდი თურანისთვის და ერთადერთი უშლის ხელს ზანგეზური და საქართველო, რომ სახმელეთო გზა გაჭრას კასპიის ზღვა და მე ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ასე შემდეგ, როგორც არის, ამას უშლიდა ეს სამშვიდობო ხელშეკრულება კი არ არის, ეს არის მეორე პაკეტი ამ დიდი ბრიტანეთის და ამერიკის, ერთი იყო უკრაინის პაკეტი, მეორე ახლო აღმოსავლეთის პაკეტი და მესამე არის კავკასიის პაკეტი აფეთქონ. ამას რა თქმა უნდა არც ირანი დაუშვებს, არც ჩინეთი და არც რუსეთის ფედერაცია. ეს იქნება გაცხადებული ომია უკვე. თუ ეს არ ვიცი, მე არ მინდა კიდე ქვეყანას დავუძაბო, მაგრამ კიდე გავლობთ, ეს თლაც სამშვიდობო შეთანხმება არ არის. ეს ცოტა სხვა რამეა. ნუ რისკებს რა თქმა უნდა შეიცავს აზერბაიჯანისთვის. დაიცა ირანისთვის? ირანისთვისაც, ნუ რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა, მიუხედავად აი ამ რამდენიმე კვირის წინანდელი წამოწყებული იერიშისა ირანის წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში ახლა როგორც ჩანს აქ განიმუხტა ვითარება, თუმცა ირანი არ არის ის ქვეყანა, რომ შეეპოვოს მის წინააღმდეგ გადადგმულ თუნდაც რეგიონალურ ესეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მის ეკონომიკურ ინტერესებთან მოდის წინააღმდეგ. ბატონო დავით, ეხლა ჩვენ ერთ თემა რადო წამოიწია ავტომატურად. ჩვენს რეგიონში ხდება. ამ დროს ჩვენს რეგიონში ყველაზე აი ესე რო ვთქვათ რა, აი ესე გდია ეს ქვეყანა. პატრონი არა ყავს, მეგობრები, პატრონი რასაც ქვია. ხელმოწერები ნიშნავს ერთ რამეს, კაცო. ეს ქვეყანა არ დაიშალოს. დააკვირდით აფხაზეთში რა პროცესები და რა მშენებლობები, გიგანტი მშენებლობებია დაწყებული. აქ რო თავს ვიტყუებთ და რომ ეს ბოლო სეზონია საქართველოში, იცოდეთ, ჩემ გადაიმახსოვრეთ. აი ეს კურორტი რო თავი მოგვაქვს, რომ 2 მილიონზე მეტი უკვე ტურისტია, აქ ის ხალხი აღარ მოვლენ. კაცო, იქ ისეთი მშენებლობები დაიწყო. აქ აღარ შემოვლენ. კარგად დაფიქრდით ყველას ვეუბნები. გუშინ იყო ჩასული კირიენკო, პრეზიდენტის, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, აი ამ ახლად არჩეულ დე-ფაქტო პრეზიდენტთან, ბადრა გუმბასთან ერთად გაიარა საკმის სანაპიროზე და გადაწყდა ეს თქვენ როგორც ამბობთ, სერიოზული მშენებლობები, განახლება მთლიანად ინფრასტრუქტურისა და მეტიც. აპირებენ უახლესი ეს თავის დროზე, როდესაც ბათუმის გემჩენებელი ქარხანა აწყობდა კომეტას, უახლესი მოდერნიზირებული კომეტის რეისის დანიშვნას სოხუმიდან სოჭის მიმართულებით. დიახ. ამიტომ კარგად კიდე ერთხელ ვეუბნები ქართულ საზოგადოებას და არა მარტო ქართულ საზოგადოებას, ქართულს რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს გულისხმობ. კარგად დაფიქრდით, ხვალ რა გვიანი არ იყოს. კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება ჩვენს რეგიონში სიტუაცია. კიდე ერთხელ ვეუბნები, აქ არ არის პოლიტიკურზე ლაპარაკი, აქ არის ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის, ამიტომ ეს დოკუმენტი შექმნით სასწრაფოდ. იდოს ეს არც წყალს დაგთხოვს და არც იდოს. ეს არის განცხადება ქართული ერის განცხადება და ხელისუფლებას ვაძლევ მე საშუალებას ამით, რომ გამოვიდეთ და თქვას, მაპატიეთ. მე კი ვამბობდი, რომ რაღაცა ოკუპაცია და არ ჩავიდოდი, მაგრამ ხალხის მოთხოვნას ვემორჩილები. ამის საშუალება მივცეთ რა. აი როცა ამას მივცეთ და ამას მაინც არ იტყვის და ხალხის წინააღმდეგ წავა, ну მაშინ პროცესები სხვანაირად გადაინაცვლებს უკვე. აი ეს დანიშნულება აქვს ამას. ან თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა დადგეს დღე X-ი, როდესაც საჭიროება მოითხოვდეს ამ დოკუმენტის ზემოთ წამოწევას. ყოველ მიზეზს გარშემო შემიძლია ბიბლიაზე ხელი დავადოთ და დავიფიქრე ყველაფერი არ მინდა რომ თქვა არ მინდა სიტუაცია დაზიანდეს. აი გამადიდებელი შუშით უყურებენ განსაკუთრებით ეხლა უკვე აი ამ ხელმოწერებს. აღარ მაინტერესებს, აი რუსთაველზე როდიან და ევროკავშირის დროსაც რომ მიფრიალებენ, იმათაც ვეუბნები შვილებო. მოდით გააკეთეთ. თორე ხვალ ეს თქვენ მაგის დროში საფრთხელი დრო აღარ გექნებათ. ისეთი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას ქვეყანაში.
იმიტომ კი არა ვიღაცას ქართველების ჯინი ჭირს, კაცო. სიტუაცია მოიტანს ამას. აუცილებლად, აი ახლა არის და ეს მინდა კიდე ერთხელ მოახლა ეკრანზე ჩანს სატელეფონო ნომერი, რომლის მიხედვითაც შეუძლიათ ხელმძღვანელონ დარეკონ დაგვიკავშირდნენ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ამ ხელმოწერებთან დაკავშირებით. აი ბატონო დავით, ახლა უყურეთ. რატომ მაინდა-მაინც ამ საიტს ბლოკავეთ? რა პეტიციაც გინდა გააკეთეთ? არ დაგიბლოკავეთ. რა პეტიციაც გინდა გააკეთეთ? აი ამას უკვე მე რამდენი დაბლოკოს მეოთხეთ არ არის? რატო არ არის საეჭვო ესა? იმიტომ რომ იქ როგორ არის რა ის 85,000 აბა გახსნა და თუ არ იქნება 200,000 კარგად განახებდით რა. ამიტომ ყველას ერთხელ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. გააკეთეთ იქ ეს რასაც გასაკეთებელია მარტო იმიტომ რომ თქვენ აი მარტო იმიტომ რომ ეს ქვეყანა კიდე გეუბნებით. სანამ მიხვალთ უბრალოდ თქვენთან მარტო დარჩით და გადახედეთ რეგიონში რა ხდება. არაფერად რეგიონში გადახედეთ რა ხდება. ხო არ გეუბნებით უკრაინაში განებით. აქ რა ხდება იმას გადახედეთ კაცო. რას აგდებთ რისკზე? ვის მომავალს აგდებთ? ბიჭო 80 წლით ახართ ამ ქვეყანაზე მოსული. რო ამბობენ ეს ქვეყანა ჩემია, შენი არ არის კაცო. ეს ქვეყანა არის მარადიული მცნება. შენ იმიტომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე და ღმერთმა მოგავლინდა რომ გაუფრთხილდე და ერთი აგური დადო. რო შენ მე კიდე უნდა ვიღაცა მიცხოვროს ამ ქვეყანაში, კაცო. ამიტომ კიდე ერთხელ მოგიწოდებთ ქართველებო. კიდე ერთხელ ქართველებს რო ვამბობ, ჩვენს ძმებსაც არა ყველა მოქალაქეს ქართველის. ვეუბნები გააკეთეთ ეს დოკუმენტი. შექმენით, მოაწერეთ ხელი და შექმნით ეს დოკუმენტი. ეს არის გარე მოხმარებისთვის, არა შიდა მოხმარებისთვის. პრობლემებს გვიქმნიან, პირდაპირ პრობლემებს გვიქმნიან კატასტროფულს. ამიტომ ტელეფონის ნომრები მანდ არის, ეკრანზეა, დარეკეთ და იაქტიურეთ ძალიან გთხოვთ. ბევრი არ დარჩა, იქიდანაც ახლა მარტო ისა ბლანკებიცაც არის, ვაკეთებთ ამას. და ალბათ უკვე ძალიან ის დარჩა ცოტა. აი ახლა ვეგეუბნებით. ასევე მოაწერეთ ხელი რელიგიის ეს რო ატარებენ სკოლებში. მაგაზეც მოგიწონეთ, მანდაც მოაწერეთ ხელი. აი ეს არის ჩემი პასუხი. და ბატონ პაატა, თქვენ ბრძანეთ და უფრო რომ დაუმართლოთ და გასაგები რო იყოს, აი ეს მოძრაობები რაც რეგიონში ხდება. ბევრისთვის შესაძლოა არ იყოს გასაგები. ახლა ჩვენ კი აღვნიშნეთ და ვთქვით, რომ იქ პაშინიანის და ალიევის შეხვედრა რაღაცეებს ალბათ გადაწყვეტს. ყოველ შემთხვევაში დასავლური პრესა კარგი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესები უფრო მეტად არის აქ, თურქეთის თავისთავად, მაგრამ თქვენი თქმის არ იყოს თურქეთს, აზერბაიჯანს და აღმოსავლურ ქვეყნებს, რომლებიც პრინციპში თურქული ეთნოსებია. სხვადასხვა სახელმწიფოებრიობები აქვთ. დაინტერესება აქვთ აი ეგრეთ წოდებული თურანის აღდგენის. ანგლოსაქსებსაც რა თქმა უნდა აქვთ თავიანთი ინტერესები, მაგრამ აქ ასევე ნიშანდობლივია ერთი მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ აბუ-დაბიში ხვდებიან პაშინიანი და ალიევი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც აქტიურად არიან მოლაპარაკებებში ჩართულები, ოღონ ინდივიდუალური ხაზით. ეხლა მაგალითად დღეს შეხვდა ეკონომიკის ministri აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ასევე საგარეო საქმეთა ministri ხორვატიაში ალბათ იმიტომ რომ აღმოსავლეთ ევროპის მთელი რიგი ქვეყნები დაინტერესებულები არიან აი ამ შუადერეფნით ამ ტრაფიკით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ეს ჩინეთიდან სავაჭრო ეკონომიკური ხაზის დალაგება, ასევე ენერგეტიკული სფერო, მაგრამ აი სომხეთსა და აზერბაიჯანს უფრო და თურქეთს ეს ინტერესი აქვთ ამ ზანგეზურის კორიდორის გახსნის. როგორ ფიქრობთ, ჩვენი ministrები იმიტომ ხომ არ ხვდებიან ამ საკვანძო ფიგურებს და ეკონომიკის ministrმა ილჰამ ალიევს უწოდა გლობალური მასშტაბის ლიდერი. ხო, ახლა მე პირადად დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს მივიჩნევდი რეგიონალურ ლიდერებად ისტორიულად. ახლა სტალინი გასაგებია მსოფლიო ლიდერი იყო, იმიტომ რომ წყვეტდა იქ თეირანში და იალტაში და პოცდამში მსოფლიო გადანაწილების საკითხებით. ხო და აი ილჰამ ალიევი უკვე ქართველი ministris თქმით არის გლობალური ლიდერი.
თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ანგლოსაქსებს რა ინტერესი აქვთ აქ და ჩვენი ინტერესი აგრეთვე ის ხომ არ არის, რომ აი ამ ზანგეზურის კორიდორის გახსნით ჩვენ არ შეგვექმნას როგორც სატრანზიტო ქვეყანას პრობლემა. ანუ მთელი ტვირთები იქიდან დასუსტებული სომხეთის პირობებში უფრო გადასახადების გარეშე გაუადვილდებათ როგორც თურქებს, ასევე აზერბაიჯანელებს და სომხეთი პატარაა, ქვაღორღიანი ქვეყანაა და ის თუნდაც მცირედი გადასახადი მას ეყოფა. მაგრამ ჩვენ აქ 64-ესავით ქვეყანა ვართ, ჩვენს ტრანზიტში საკმაო ეს გამოვიყენებ ამ ტერმინს ქუში გვაქვს დაწესებული და ჩვენს გვრჩება ხო ამ ტრაფიკისთვის რაღაც. და აი აქ დგება სასწორზე ეს ამბები. თქვენ როგორ ფიქრობთ, ანგლოსაქსებს სხვა რაიმესთვის ხომ არ უნდათ ეს, ასე ვთქვათ, ლობირება ამ პროექტის, რომ მაქსიმალურად სამხრეთ კავკასია და კავკასიური ქვეყნები მოწყვიტონ და დაუპირისპირონ რუსებს, თუნდაც საშუალოვადიან პერიოდში. კითხვა იყო ისეთი, ამას თუ კომპლექსურად არ გავიცი პასუხი, ესე მარტივად არ არის. მოდი უკან გადავიწოდოთ, როცა ისრაელმა დასხო ირანს, ეს იყო 13 რიცხვი. 4 დღეში ისრაელი თელ-ავივში აანონსებს კონფერენციას, მე მეგონა 25-ში იყო, 28-ში ყოფილა, მე ბოდიში ვიხდი, შემეშალა მაშინ ციფრი. იმავე თვეს, ოღონდ 28-ში, ანუ წინა თვეს რა, აანონსებს კონფერენციას, რომლის დასახელება იყო, ბატონო დავით, ეხლა ყურადღებით, ახლო აღმოსავლეთის ახალი საზღვრები და კავკასია. ანუ ეგონათ ტიპებს უკვე რომ ირანს როგორც სირია ორს გაათამაშებდნენ და კონფერენციას იწვევდნენ ამის. უკვე მოგებული ეგონათ. ამ დროს პაშინიანი ჩარბის ერდოღანთან, გავიხსენოთ წინა თვეს. 5 დღეში ჩარბის ალიევი ერდოღანთან. ესე იგი მაგრამ ამ დროს პარალელურად თუ დაინახეს რომ პროცესი ისე არ წავიდა თურმე როგორც მაგათ დაგეგმეს ამერიკის მაღალჩინოსნები ჩადიან ბელარუსიაში 6 საათიო გავრცელებული უკაცრავად 8 საათი იჯდნენ და კიდო კაი გუშწინა კვირას ის ბელარუსის დამოუკიდებლობის დღეზე ლუკაშენკომ როგორც იქნა დაადასტურა ის რაც თქვი არავის იქ თურმე რა თემებზე ელაპარაკათ თურმე გასაგები ყოფილა ხო ირანზე ამასობაში ეს რო ჩაუვარდათ ეს პროექტი ირანის პროექტი ხო გახსოვთ ტრამპის განცხადება სოფლიო დაწყნარდით ისაო გავანადგურეთო მაგრამ ერთ საათში თურმე ვერ მიაღწიეს რა მიაღწიეს პირიქით ღმერთმა სულ ესეთი გამარჯვებული აწაროს ის ქვეყანა აი როგორც მოიგეს აი ღმერთს აქვს სულ ესე იეროს გამარჯვებული როგორც მაგათო ისე ევროპელებმა ეს არის ჩემი მაგათი ესე დალოცვა ამის მერე ფეთქდება სასომხეთი მოწმენდილცაზე არაფერი არ ხდება აფეთქა სასომხეთი ამ ცოცხალმა ეშმაკმა მაგ უფლება ვთქვა ეტაკება სომხეთის ტრადიციულ სამყაროს, ესე ვთქვათ, ეკლესიას და რაც შეურაცხყოფები, მე მაგას როგორ ვიკადრებ, ეთერში მაგი გავიმეორე, რაც იმან გააკეთა. ამასობაში იწყება აზერბაიჯანიც ფეთქდება, პარალელი გავაბოთ, აი, ჯაჭვი ნახე როგორ მოდის რა. და წარმოიდგინეთ, პაშინიანი დაეტაკა სომეხთა კათოლიკოს, რომლის კათედრა, ანუ თავად სომხები როგორც ამბობენ, ითვლება, ანუ სომხეთი არის სახელმწიფო, რომელმაც პირველმა სახელმწიფოთა შორის გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა. ამ დროს ხდება რუსეთში რა? ერთმა აზერბაიჯანელმა, ეროვნებით, მაგრამ რუსეთის მოქალაქემ, კრიმინალის სახით მოკლა ვიღაც აზერბაიჯანელი ეს დაიხვიეს ხელზე და ეხლა ერთი წუთით 2001-ში, 2011-ში, 2016-ში ეს პიროვნება დაჭერილიც იყო ის რაღაც კაზინო ქონდა, ნელეგალნი კაზინო ქონდა რაღაცა. მაშინ აზერბაიჯანი არ შეწუხებულა. ის რომ ვერტალიტი ჩამოაგდეს და რუსების და ის რომ სამშვიდობები ჩახოცეს, ამაზეც არავინ არ შეწუხებულა.
აფეთქდა სიტუაცია, ვითომ რომ აი ჩვენი მოქალაქეები ჯეშინ მოქალაქე არისო. ამ დროს ხდება ის რომ ვითომ აზერბაიჯანში ავიწროებენ, ეხლა პირდაპირ ვეუბნები რომ რუსეთში თუ ვინმე რაოდენობით თუ ვინმე მილიონერია, ხო, ყველაზე მეტი არის აზერბაიჯანელი. ყოველწლიურად 40 მილიარდიანი ისა აქვს შემოსავალი მაგ ქვეყანას და დავიჯერო იმ ერთი კრიმინალის გამო იფუჭებს სიტუაციას 40 მილიარდიან იმან გამორიცხული ამას არავინ არ ჭამს. უყურეთ, აი ჯაჭვით რომ მიყვეთ ამას ყველაფერს. ირანი ვერ წააქციეს, ანუ პროექტი ვერ გამოუვიდათ. აფეთქებენ კავკასიის ორ ქვეყანას, ბრიტანელები და ამერიკელები. და ეს ხდება იმის მერე რომ იმის შემდეგ რომ ზარი მოხდა ტრამპსა და პუტინს შორის და ჩვენ ვერ მოვილაპარაკეთო. და რატომღაც იწყება პრობლემები კავკასიაში? თან ალიევსაც არ ქონდა მარტივი ურთიერთობა დასავლეთთან, მაგრამ აქ ჩემთვის პირადად ცოტა რთული დასაჯერებელია, რომ ალიევმა თავად აიღო თავის თავზე და გარისკა. არა, რა თქმა უნდა. არა, მოვიტყოთ. ვიცით რომ BP ოპერირებს ბაქოში, ბრიტანელების, ანგლოსაქსების ინტერესი დიდია კავკასიის მიმართ. აქ რა თქმა უნდა ირანთან დაკავშირებული საკითხიც არის და გრძელვადიან პერსპექტივაში ანგლოსაქსების და როგორც ჩანს ალიევზეც აქვთ რაღაც ბერკეტი ზემოქმედების. რა თქმა უნდა. ხშირად ამბობენ რომ ავტორიტარი მმართველია, ეუთო ოდირი საერთოდ არჩევნებზეც არ იყო, ეხლა ჩვენ გვაბრალებენ და ჩვენ თემაზეც გადმოვინაცვლებთ ამ საკითხის მერე ვისაუბრებთ, აქ არჩევნები გველოდება წინ და საერთოდ ამ ევროპარლამენტში ეს რეზოლუცია მორიგი და ანუ ამაზეც გამომახვილებთ ყურადღებას. ანუ თქვენ ფიქრობთ ბატონ პაატა რომ ერთპიროვნულად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივაც არ იქნებოდა, თქვათ ასეთი ხისტი და უეცარი წამოწევა ამ საკითხისა, რაც ახლა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩარტეს პროექტი ბრიტანელებმა და ამერიკელებმა ჩარტეს პროექტი კავკასია. ალიევი იმდენად არის გლობალური მოთამაშე, როგორც ზელენსკი. რასაც ეთქვიან, იმას გააკეთებს. ისე და კიდევ აი უბრუნდები რა აი ამ თამაშში აი ამ დიდ მოსალოდე მე ყოველ თქვენ გადაცემაში ვიყავით თენგოს გადაცემაში ვიყავდი ვამბობდი ომი არ დაწყებულა ჯერ ომი ელოდეთ უკრაინის მერე ეხლა ყველაფერი აქეთ გადმოინაცვლებს ჩემი სიტყვებია არ არსებობს კიდევ ერთხელ ვერც ისრაელი და ვერც ამერიკელები ვერ შეეგუებიან იმ მარცხს, რაც მაგათმა იწვნიეს. ეს არის ვითუმეტეს პარლამენტმა კანონის დონეზე აკრძალეს მაგათესთან ურთიერთობა. ჩინეთის თხოვა უკვე ისრაელმა დახმარება იმესი, რა ქვია, ირანთან. ირანი რო წააქციონ, რა უნდა მოხდეს? პირველი, გუმრის ბაზა უნდა განეიტრალდეს და კასპიის ზღვაში ყოფი რუსეთის სამხედრო ფლოტი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ერთმა ქვეყანამ და მეორე ქვეყანამ განუცხადა ეს ხალხის გასაგებელაზე რო ვთქვათ, ირანს არ დაგაჩაგრინებთ. ორი სამხედრო ბაზა უდგას იქვე ირანთან რაღაც 300-400 კილომეტრში. აი ეს ბაზა რო განეიტრალდეს, უნდა აფეთქდეს სასონხეთი, აზერბაიჯანი და ჩაითრიოს რა თქმა უნდა საქართველოს. სახმელეთო გზა გაჭრა, კურსკი 2 მოაწყონ აქ მეთქი. ამ დროს შენ არ ყავს პატრონი ამ ქვეყანაში. საერთოდ პატრონი არ ყავს, აი ესე პროსტო დევს და ვიცი, ეხლა მიდი ჭიდობა, ვინ ჩაიდებს ამას ჯიბეს, ეხლა შეწყვიტეთ ესე ქართველო ხელი ხმართ კანტა რაღაც რიგიჟეები, კაცო. აი ეს კიდე იქ უბრუნდები თქვენი კითხვა, მინდა მაინც ამ ხელმოწერებზე დაბრუნდე. ეს ხელმოწერები არის ერთ-ერთი ბრონი. მე არ გეუბნები ერთადერთი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ბრონი. რომ იქ არა კაცო, თუ ხელისუფლება ეს არის, აგერ ხალხი კაცო ჩვენია. აი თუნდაც მარტო ამისთვის არ მოსაწერია გასაკეთებელი ეს ხელმოწერები. ბატონო და მე თუ მე მინდა გთხოვოთ რომ მინდა რომ გახარიაზეც ოღონდ თქვენ როგორც ჩათვლით თუ ჯერ თქვენ თემა და გახარიაზე მინდა მე რაღაცა რადგან ახსენეთ ბარემ ვთქვათ ამ გახარიაზე ახლა მე ვთქვი რომ არჩევნებია ოქტომბერში რა აღარ რჩება და
აი თუნდაც ლელო რომელმაც ჯერ განაცხადა რომ კი მიიღებენ ხელისუფლების გამოწვევას და ჩაერთვებიან და მონაწილეობას მიიღებენ ამ თვითმმართველობის არჩევნებში მერე ის ერთ-ერთი კომპანიონი ხაზარაძის ის ჯაფარიძე ეს ორაზროვან ბუნდოვან განცხადებას აკეთებს სალომე ზურაბიშვილს დაეთანხმა რომ არა ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდესო ანუ საბოლოო ჯამში ვერ ვიგებთ იღებენ მონაწილეობას თუ არა და ამას რატო ვამბობ გახარიაც ასე იყო ანუ არც წვაც წვავდა არ ჩამფურს კითხვები ჩდებოდა ანუ თუნდაც იმ ოპოზიციის რიგებშიც იყო რომ აი რას აპირებს ხომ არ არის ეს რაღაც ისეთი შავი ცხენი რო იტყვიან და ხომ არ აპირებს გადაწყვეტ მომენტში ამ არჩევნებში მონაწილეობას ეხლა იქ ვნახეთ ის ჩართვა წულუკიანის კომისიას რო ჩაირთო ის დისპუტები და პოლემიკაც ვნახეთ და სხვებთან შედარებით საკმაოდ ისე ცდილობს რომ უფრო ომახიანი იყოს ვიდრე სხვა დაკითხულები. ეხლა გაგაცნობთ ვინ არის გახარია. ჩემზე კარგად მაგი არავინ იქ კი იციან ოფისში. იქ საგამოძიებლო კომისიაში თითიან, მაგრამ ენას უჩლიქავენ და ამიტომ ეხლა მე გეტყვით ვინ არის გახარია. თეთრი ხმაური გახსოვთ აქციები. ყველას გონია რომ აი ის ბარები და რესტორნები რო იყო იქ ნარკოტიკის გულისთვის შევიდა პოლიცია სინამდვილეში რისთვის შევიდა პოლიცია ის რომ დღეს ხალხმა გაიგოს აი ქაურობას გადადგავენ ბრიტანეთის მე არ ვთქვა ბრიტანეთის სარეკლამო ის წაიკითხო გაზეთში რაღაც ეხლა რა მოხდა ოფისში ვზივართ არის თეთრი ხმაურის ესე იგი რახარუხი და ერთი ამბავი ხო გახსოვთ რა ამბები იყო კვირიკაშვილის პრემიერობის დროა შინაგან საქმეთა მინისტრია მაშინ ეგ ეს სახელწოდებაც აი აქვე რომ მაყურებელმაც რო იცოდეს ესეთი ალეგორიული შინა ანუ ყოველ შემთხვევაში ეს თეთრი ხმაური რატო რომ ხმაურობდა ეს ჯენზი მწვანე შეღებილი თმები და ცხვირში საყურეები და ეს თეთრი იგულისხმებოდა კოკაინი ხო ეს გორები ხმა უნდა ეხა ბომბს გავახეთ ეხლა მე უყურეთ რა გახარია ეუნება კალაძეს ვიდეო მიტინგზეო მე გამოვალო და ესე დაწმო ბოდიშიო და რაღაცა ბოდიში არ ვთქვა მაგრამ მაშინ ჯერ არ ვთქვა ბოდიში და ხალხთან ურთიერთობაო და რაღაცას კერავს რა ტიპს წავიდნენ პარლამენტში მოსალაპარაკებლად ეხლა ბევრი დეტალები ძირითადად გეტყვით რა მოხდა ყველა ხალხი მიხვდება ვისთან აქვს საქმე პარლამენტში ზიან ლობჯარი ეს გრძელთმიანი ბიჭი როა კიდე ვიღაცა რო დარბოდა იქ ბაია პატარაია ვიღაც აი ესეთი ეს იქიდან იყო ესეთი ნათქვამი ჩვენ გეი პარადი უნდა ჩავატაროთო დაშლაო აი თუ გინდა თუ აი გეი პარადი უნდა ჩავატაროთო მოდის ეს ეთერია და არ მინდა კიდე თქვა ესეთი ცუდი სიტყვა რა მოდის ოფისში ამ თემის განხილვის დაპირება დაიწყო მოვით ყობახიძე ეს წარმოუდგენელიაო დიტო სამხარედეს დიტო თუ კაცობა როგორ არა მაგრამ თუ მე რამე სიტყვები გამოდიტო და თქვი სამხარეზე მაქვს ხედულობაში თუ ეგ მოხდა მე ამ პარტიიდან მივდივარ არ იყო დიტო ეგრე კალაძე ეუბნება რა სიგიჟეს ლაპარაკობო უყურე დახე რა საწავიდა რა გახარიას ეუბნება აბარა იქ მე ხო ნასკები და წოდასწორობა დაკარგული მაქვს კაცო და მე გეტყვით ვინ ასრულებდა ის ბოთლი კიდე პრემიერს რა ეს წავიდა აი ხო იყო რაღაცა მოლაპარაკები და ხალხში უნდა გამოსულიყო ყველა დეტალების არ გეუბნებით ზუსტად აი ძირითადად გეტყვით რა საინტერესოა ხალხმა არის აი ახლა გეტყვით რა აი ახლა გეტყვით ტიპი მიდის გამოდის იქ ხოდებს YouTube-ზე ნახეთ
ჯერ იქ ისაო პოლიციაო რაღაცაო ჯერ პოლიციასო ვაფშე მარხავთო რა მაგითო რომ ვითომო იმებით ჩავატარებთო რაღაცებს გეგმას ტიპი გეგმას აკეთებდა გაიგე შენ მე ხა ჩემ რეაქციაზე აღარ გელაპარაკებით ჯერსაც არავა ნორმალური საერთოდ გიჟი ვიყავი იქ არა კაცო გაგიჟდა ეს წავიდა მივედი და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ეუბნები გახარიას მიტინგზე დგას ამერიკის საერთო უსაფრთხოების უფროსი რუგზაკია გადაკეთე ფოტო დაუვდე აი ესე მიუტანე ფოტო აი მე უთხარი ვინაა იქ მეთქი ვისი რა ის მოლაპარაკებებს იქ აკეთებ აი ვინ აკეთებს მე უთხარი ამას დაადასტურებ დიტო ლოთქიფანიძეც მე უთხარი რა ის მოლაპარაკებები ნახე ვისი მოწყობილია ეს თემა მეთქი გაატარა ტიპმა წავიდა იქა დაიწყო ბოდიშით ბიჭო გაფიქრდი ტოპიში გან ერთი ბოდიში არ იყო რამდენიმე ბოდიში მოიწოდა აუ ოფისში გავგიჟდი და თუ არა და გამოვიდეს პრემიერი და თქვას რომ მე ერთ სიტყვას ვიტყუები რა იქ ანდრუს გამორბის სუბელიანი მე არ ვიცი იმან ლობჯარიასთან და მამაძაღლებთან რა დაალაგა გამორბის სუბელიანი ისე უნება კობახიძე უნება ეკლესია ვერ გაიგ რას მეუბნებით ნუ ეკლესია ჩართო რაღაც არ მინდა კიდე რომ გამოდის სუბელიანი და ამბობს ეგეთ სიტყვას გეი პარადი ჩატარდება აქ ეს ახლა რომ შეცდომაში არ შევიდეს მაყურებელი რომელი სუბელიანი ხო აი NGO-ს არომადგენელია ლაპარაკი აქ ჩატარდებაო ანდროს ჩაერთო ეკლესია ქართველები გამოვარდნენ ქუჩაში კალეიდოსკოპური სისწრაფით ესე იგი ირშება ესე როგორ მოხდა აი ვახ აი ნერები მახანახან მაგრამ უნდა ვთქვა მაინც რა წყნარად ვშვიდათ რა აი ჩემ თავი ამყავს ხელში რა ეს რომ მე ვიყავი ეპიცენტრი ამის ყველაფრის მოვლენების იქ ვიყავი კაცო არ დავხედავთ რომ ეს მამაძაღლი კალაძეს ეკაჩება გინდა თუ არა მიტინგზე მიდიო კაცო გამოდის პრემიერი ზუსტად გეუბნებით რომ გახარიას იქ ხო იქ მაგის ერთ-ერთი გუნდელი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა მაგრამ იმ ბიჭს სატუარსახელები იმ ბიჭმა მოინანია წავიდა და მართლა აი ღმერთმა გაუმარტოს მას აღარ ვიღებ იმ ბიჭზე თხოვა და ეს ადრე უკვე რა ხმას არ ვიღებ იმდენად იყვნენ და აგინაო პოლიცია მე ვთხარი ბიჭო 40000 აი მე და იმ ბიჭის დიალოგს გეტყვით რა თუ უნდა მე თვითონ გამოვიდეთ და 40000 სანქცირებული ქართველი პოლიციელი ყავ და სად უბიძგებთ აქ მეთქი ესე არ ჩაიბლეს მეთქი ესე ანუ პოლიციასაც თხრიდა ეს მამაძაღლი და ეს ხალხი რომ მოხუჩდა ანუ მოხდა ისეთი რამე რაც მაგი დამოუტრიალა ამერიკის მიერ დაგეგმილ პროცესებს ეს ვერ გათვალეს ხედავ რომ ხალხს უკვე ვეღარ გააჩერებენ თანაელჩებიც იყვნენ მასთან რა თქმა უნდა ხედავ რომ ხალხს ვეღარ გააჩერებენ და უკვე მიდიოდა შეტაკებისკენ და მეხუთე სართულზე გავედი ჩვენ მეხუთე სართულიდან მოცნების მეხუთე სართულიდან პირდაპირ ჩანს სამების ეკლესია დავიჩოქე რატო დედის აფლავს პიცა და ღმერთო აცდინე მეთქი რა ამ ქვეყანას სხვა საქართველოში არ გამაგვიძო მეთქი რა აი თან ვტირი ვარ კაცო ამ დროს მესმის ტელეფონზე იმან ხო არის და მე იქ რომ ვსგევარ ტელეფონზე დგას ტიპი ვიღაც ხო და არა არ დაიშალოთო ეხლა გახარიას ძალიან აქტიური პარტიის წევრია რა ეს ტიპი არ დაიშალოთ ეხლა პოლიცია მოა დაგიცავთო იმ მამაძაღლებს ეუბნება გაიგე შე დედო ეს როში გავიგე შემოუტრიალდი და მოკლედ იქ წავიდა გაწევ გამოწევა ჩემსა და მაგას შორის მოკლედ მოხდა ისე რომ რა თქმა უნდა ესენი როგორც ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს ამის მერე იწყება საინტერესო ეს სპეცნაზი უკვე ისინი სოდომიტები უკვე გაყვანილია
ეს სპეცნაზი გადმოვიდა და ხალხის წინ, უკვე ხალხი ვინც იყო ეს ქართველები შეგრევილი, იმის წინ დადგენ განადისტანციურად, აი ესე დადგნენ. ანუ პირისპირ, მაგრამ ახლოს პირისპირ. ჩავირბინე ეგრევე გავარდი რუსთაველზე. თუ არ და რამაზ გაგნეძემ თქვას. რამაზა მე პატა ხო წავიდო რა ხდებაო? ხალხი დაიბნა. იქ უკვე ისინი აღარ არიან, აბა რა უდოდათ. ესე დგანან და მეუთხარ რამაზ მეუთხარი ეხლა მეთქი გავარდი ისე ოფისში, მივედი კალაძეს ვეუნები, ახლა მეუთხარი ხო წავიდნენ ისინი მეთქი. გავიყვანეთ მეთქი. რატო ძაბავთ სიტუაციას მეთქი? იღებს კალაძე ურეკავს გახარიას. ისაო გიორგიო, ხო, რა თქვინდა ხა მოდი განმუხტის ის გავაკეთოთო რა, ხო, აღარ არიანო, ხო, დაწყნარდა ხალხიო რა და დაწყნარებს კი წავიყვანთო. პასუხი არ გაინტერესებს. ყველამ თავის საქმე აკეთოსო. მე ვარდი კვირიკაშვილს. თუ არ და გიორგი ქრისტიანი კაცია და თქვას რომ მე ვიტყუები. ყობახიდან თქვას რომ მე ერთ სიტყვას ვამატებ. ვეუბნები გიო, მაგ ესეთი ახლობლ გიო მეუთხარი, მოდი რა მეუთხარი, ბიჭო, ვიღაცა შეიძლება იქიდან რაღაცა ისროლოს. მე ეგრო თქვი, ჩემ თავში დაფიქრდი. ვიღაცამ კი არა, შეიძლება აქედან თვითონ ამათმა გააკეთონ პროვოცირება, კაცო. ანუ რა ვიგრძენით და მე ოფისში მე ვიქცენ მეთქი აქ ხوارი იწვით იმ ხელები შემეპარო მეთქი აქედან ხوارი წება მეთქი ეს ყველაფერი. მოუწევთ ოფისში ყვირვა მე თქვენ განახებთ როგორ უნდა მეუთხე ამ ქვეყნის ნამუსის სახე მეთქი და ნუ ჩემი სიგიჟერობა დავიწყე იქა. პრემიერ-მინისტრი ურეკავს გახარიას. არა, შემოვიდა გახარია უკვე ოფისში. და ეუნება გახარიას რომ ისა გიორგი რა თქმა სპეციალს გაიყვანეო, ხო, მივლენ ისინიო, რუსთაველზე სანთელს დაანთებენო და წავლენო რა. პასუხი გამაოგნებელი. იქაო ძვირად ღირებული აპარატურა დგას და რო არ დაზიანდესო. მოუტრალდი ვეუბნები რა აპარატურა ხალხო. იქ შეიძლება ვიცი ახალგაზრდა ემოციაშია, თვალი ნაწამი იყოს, რაღაცა რას მისკავთ მეუთხარი. აბა ეხლა გიორგის გახარიას არ აყოფა მაგდენი ვაშკაცობა. მაგრამ ერთადერთი მე ვიყავით რომ იქაც ყავდა სოდომისტები და იქ რო დაუწყეთ. ვაიმე ბატონო გიორგი, თქვენმა ბოდიშმა რეიტინგი აგიწია და რაღაც სიგიჟეებს რო უნებოდნენ მამაძაღლები. ყველა მის პარტიაში ეხლა იქა. ამეშალა ნერვები რა თქმა უნდა, ისეთ არ მქონდა დალაგებული. მე უთხარი ხომ მომასწარეთ ეს პატპოლკოვნიკი, ოფიცერი კაცი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ბარიგებს. მე უთხარი ბოდიში მოუხადე მეთქი. ამას ხომ მომასწარეთ ამ ქვეყანაში მეთქი, არის რეაქცია მაგისტრი გადიოდა კაკრას. ამის ქართველობამ ხომ მოისაო რა. ანუ ტიპს ნახე რა, აზროვნებას ეს ეგ როგორ თქვა? ეხლა პრემიერის დათვის უფროსმა ეგრევე მიაძახა შენი დედაო. მაგარი კაცია ეს დათვის უფროს. ყბა ჩამომივარდა, ეს შინაგან საქმეთა მინისტრი როგორ ამეთქი. არის ის სუბელიან მას სოზარმა ეგ ამბავი, როგორ არის ის იქ არისო? მაშინ საგამომძიებელ კომისიაში რას უჩლიქავენ ენას. მაგრამ შემთხვევით მაგენიც რაღაცას ხوارე ოსკარზე ხوار უნდა ჯდომა. ახლა თვითონ ლიდერი ან ხელისუფლების წარმომადგენლები ვერტიკალი ხშირად ამბობენ ხოლმე, ნუ მოიხსენიებენ ესეთი ეპიტეტებით, რომ აგენტი. აგენტი ისე ვერ იქნება თუ არ ყავს თავისი კონკრეტული ნავიგატორი. ხო, ან მათ სპეცსამსახურების ენაზე ვლაპარაკობ. ანუ ვისი კრეატურაა ბოლოს და ბოლოს ეს გახარია? აი, შეგიძლიათ თქვათ? პირდაპირ გეუბნებით, ეხლა ზუსტად ვიცი მე ეგ სად არის. რას გეგმავს? და მე გეუბნებით, რომ ის რაც სასომხეთზე აზერბაიჯანში ხდება, ანალოგიური დაკეთებას აპირებს ამ ქვეყანაში და ეხლა მე ვეუბნები რა. არც ჩვენ ვზივართ გულზე ხელ დაკრეფილი შემამაძაღლო. აი პირდაპირ გეუბნები რა. იმდენად ვიცით რასაც სადაც ახარ ვისხუდები და რა საუბრებიც გქონდათ რა. შევირიშვილო შედახ. აქ გამოვიდა იქ საგამოძიებელ კომისიაში და რაღაცებს ტიპობ. ის ხომ მაინც იცი რომ მე კიდე ცოცხალი ვარ. ისენ თუ უჩლეკავენ ეს კარგად ვიცით კიდე სადაც ახარ და რასაც აკეთებ. ეგ აქ არ გამოგივა. ნუ გეშლება რა ქართველები.
იქ სხვა ქვეყნის მოქალაქეებში. ნუ ბატონ პაპა ეს იყო ის. მოდით გადავიდეთ. თქვენი გახარია რა, იქ როც გახართ და ეს რა ქვია. და იქ ყველაზე რაზე მეშლება თვითონ. იქ საგამომძიებლო კომისიაში როზიან რუსოფობები, პედაგოგები რუსოფობები ზიან იქ, როზიან. ბიჭო, ერთმა ეს არ უთხრა რა. შენ LGBT-ის ნიკო. შენის არა ხარ კაცო, გეგმავდი, როგორ გიორგი ახვლედიანი რო თქვენი მოგვარი. ჟურნალისტი. იმას დაჟე მკითხე რაღაც აქცია იყო და ბიჭო, აი ესე მეთქი პოლიციას რო შიტებით შეეყვანა მეთქი. ეს მე ხო ვიცოდი ხა შეიძლება ის ვერ მიმიხვდა რა მქონდა ხედველობაში, მაგრამ იქ არა პატა უნდა დაუპირისპირდეთ აბა ეს ნამუსის სახნე კიდევ ქვეყნისო. მეტი თუ არა თუმე რამე სიტყვა გადავაჭარბე მე შემიძლია ბიბლიას დავიფიცო ხელი, დავდო ხელი და დავიფიცო. თუ არა და გამოვიდეს აი დიტო სამხარეზე ხომ მაინც დიტო რამე ხوار ვიტყუები. ბატონო პრემიერო ხوار ვიტყუები რამე ეს. დგანა და რაღაცა სიგიჟეებზე დავებიან რა. ტიპი სისხლი და ხუთით არ არის ქართველი, კაცო. ეხლა სადაც არის კიდე გეუბნებით, აი რაც გამგებმა გაიგოს, რაც რომელმა ძალაც ბაქო აფეთქა და სასოფლეთი აფეთქა, იმ ძალასთან არის შეხვედრილი. გასაგებია. ჩვენ გვაქვს კიდე დაახლოებით 15 წუთი საეთერო დრო და ბატონ პაატა მაინც ჩვენ ზუსტად არ ვიცით სად არის ეს ძალა, დაახლოებით კი ვინც პოლიტიკაშია ჩახედული ხვდება სადაც არის ეს ძალა, მაგრამ როგორც ჩანს აქვთ მათ თავიანთი სასაცები, თუნდაც აი გვარით ქართველებით გამოყენებით და მათი დახმარებით და ანალოგიურად ისინი იღებენ ეგრეთ წოდებულ რეპორტებს თუნდაც იქ ბრიუსელში. რა თქმა უნდა. ეს ბრიუსელის სიპივით არის ვაშინგტონის საქვეუწყებო ორგანიზაციასავით არის ეს ევრო ინსტიტუტები და საკმაოდ დიდი რაოდენობით ევროპარლამენტარმა დაუჭირა მორიგ რეზოლუციას მხარი, რომელიც არის მიმართული პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ. ნუ აქ იგულისხმება საქართველოს ხელისუფლება. ჩამოთვლილია უამრავი ეს მათი ვერსიები, რო აქ აპატიმრებენ პოლიტიკოსებს, არის პოლიტპატიმრები, ის დაპატიმრებული ჟურნალისტი, რედაქტორი ქალი, ეს არჩევნებიც კიდე მოხსენიებულია, ჩატარდება დიქტატურის პირობებში, ითხოვენ სანქცირებას, არც მეტი არც ნაკლები ბიძინა ივანიშვილის და მთელი უამრავი პუნქტები აქვს ამ რეზოლუციაში. ბოლო 6 თვის განმავლობაში პერმანენტულად აქვთ ეს რეზოლუციები. დღემდე თავს არ ანებებენ საქართველოს. მთელი რიგი ელჩები იმასაც ამბობენ, რომ ჩვენ არ დაგანებებთ თავს. რა თქმა უნდა არ დაგანებებთ. ასეთი манипуляციური ხასიათის განცხადებებია, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან. ეს ქართველი ხალხი არის ის ადამიანები, ვინც იგროვდებიან რუსთაველზე. ეს მცირე ნაწილი, ეს ეგრეთ წოდებული გლობალისტ ლიბერალების, რომლებიც, რა ვიცი, ხანდახან საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ხვდებიან, უკვე გარჩევაც არ არის რთული მათი, ეს რაღაც სატანისტური ტიპის ვარცხნილობებით, ჩაცმულობით, დგომის მანერით, თუ ჯდომის მანერით, რა ვიცი, ბევრი რამე შეიძლება მოიყვანო მაგალითისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ ევროკავშირის დონეზე ევროპარლამენტი, ეს ევროპარლამენტარები და ყველაზე მეტი რაოდენობა, სეგმენტი არის ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები. ყველაზე დიდი ფრაქცია ამ ევროპარლამენტში, რომლებიც აი ამ გლობალისტური დღის წესრიგიდან გადახვევას არც აპირებენ. და ამ პირობებში ჩვენ რა უნდა მოვიმოქმედოთ, ანუ ჩატარდება ისევ კვლავ არჩევნები და არ ჩაცხრება კიდევ წამოვა ეს ნიაღვარი ამ ბრიუსელის ჩინოვნიკების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ. როგორ ხედავთ ამას? არჩევნები ახლოვდება, თვითმმართველობის არჩევნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ის ხაზი ხელისუფლებას რაც უჭირავს, გასაგებია ეს აღთქმებაც, რომ არის მიმართული ქვეყნის მაქსიმალურად სუვერენიტეტისკენ და ყოველგვარი გარე ინსტრუქციების გარეშე არსებობისკენ. რა ვიცი, ახლა 30 წლის წინ მეც მაშინ სკოლას ვამთავრებდი, ასე ქვია, თუმცა მახსოვს ის ეროვნული მოძრაობა და რა ამოცანები ქონდა და რა იმედები ქონდა ხალხს.
მაგრამ თუ ჩვენ ასე გარედან სამართავი უნდა ყოფილიყავით, მაშინ აქ კითხვა ჩდება, კაცო, რაღაც ანგრევდით ამ ფაბრიკა ქარხნებს და იმ უამრავ ადამიანს რატო ტოვებდით ქუჩაში, ლუკმაპურის გარეშე და რატო გავიარეთ ეს 20 წლიანი გაჭირვება, რომ ხალხებს ჭრიდა ხალხი გარეთ და ბურჟუიკა ფეჩებია დაანთეს რომ ერთ დღეში თურქმენეთმა გაზი რო ჩააქრო თბილისში, ყველა დარჩა სიცივეში ზამთარში. ანუ გვახსოვს ყველას, ხო, ის მინიმუმ 10 წელი ხალხი იტანჯებოდა აქ საქართველოში. ხო და ეს ლოგიკური კითხვა ჩდება, ანუ ჩვენ როგორ უმკლავდებით ამას, თქვენ როგორ ხედავთ? მოდის არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები, კვლავ არის ამოცანა, რომ საზოგადოებამ გადადგას ნაბიჯი დაუჭიროს კონკრეტულ ძალას მხარი. პირველი, თქვენ დაიწყეთ, რომ არ გვეშვებიან. არ შეგეშვებიან. ნუ ვეუბნები ქართველ ხალხს, ნუ ხართ ილუზიაში. ნუ კეკლუცობთ და ნუ პოლიტიკოსებს და ექსპერტები როგორ არ შეგეშვებიან სანამ არ ააფეთქებენ ამ კავკასიას. ყელში ხართ გაჭხირილები კიდე გეუბნები თქვენი ტრადიციებით და თქვენი სუვერენიტეტით. არ შეგეშვებიან. ბევრ გახარიებსაც ნახავენ და რადალებს მაგათ აქ. და ბევრ ზელენსკებსაც, მაგათ მე რუსთავი ზურვარი, მაგათ ზელენსკებს ვეძახი. ესენი ყველა ეს არის ერთი დიდი სამხედრო ოპერაცია მეთქი. გეუბნებით გაიგეთ. თორე მე მაგის ფიქრით რო აღარ გეკდებათ მეთქი. რაც შეეხება არჩევნებს. რაც არ უნდა გამჭვირვალეთ, აი ახლა ვიმოღო. რაც არ უნდა გამჭვირვალეთ ჩაატაროთ. სურო აი თელი ევროპის ისინი ჩამოვიდნენ და აკვირდებოდნენ. მაინც გეტყვია რომ არ ჩატარდა ისე როგორც საჭიროა. მაინც გეტყვია რომ შენ ლეგიტიმაცია არ აქვს ამ არჩევნების. სანამ ამ სიგეჟეში ვართ და სანამ ჩვენ იმას უყურებთ, ის გვაძლევს თუ არა ლეგიტიმაციას, არ დაწყრდება ეს ქვეყანა. ეხლა ეს არის ხელისუფლების გასაგონად. დიდხანს ვერ გაუძლებ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ახლა იწყება, თუ იწყება ზეწოლა, გეუბნებოდით უკრაინის მერე დაიწყება, კაცო. გეუბნებოდით. ახლა გადმოტანილი აქეთ, უნდა ააფეთქონ მეთქე, როგორც ახლო აღმოსავლეთი, ისე კავკასია. ახლო აღმოსავლეთ ვერ ააფეთქებენ, თუ კავკასია არ აკონტროლებენ. გამორიცხული ეგ თემა, სამხედრო ეს არის უბრალოდ გამორიცხული ვეუბნებით, კაცო. უნდა გაძევდეს ის სამხედრო ბაზები რუსეთის. გაიტანს, არ გაიტანს. ყველაფერზე წავა ის ქვეყანა. არა ის იმის თქმა რომ იცით რა, აი გაეროსა და აი სტრასბურგის სასამართლო და ჰაეგის და აი ჟენევის კონვენციები და ეს დამთავრდა კაცო. ეს უკვე კარგა, აგერ მაგალითს გეტყვით, თემიდან არ გადავდივარ, გეტყვით. წუხელ ხალხი იდგა ღაზა სექტორში საკვების ასაღებად მიზან მიმართულად გააქალეს და პირდაპირ დაბომბეს. ანუ ის სამყარო გეუბნება, ეს განცხადებაა ბატონო დავით. ის სამყარო გეუბნება, მე ამაზე მოვდივარ და მე თმის ღერიც არ ჩამომوارდება. რა ის სანქციები კი არა, კაცო, რეებს ლაპარაკობ. მე არაფერ არ მომივა. 2 წელიწადში გაეროს მონაცემები, თორე ვინ დათვალა 12 17,662 ბავშვია დახოცილი. ისე, ეხლა შედით ინტერნეტში და დაგუგლეთ. ხო, ნუ საერთოდ 56,000 ადამიანი თუ ამოწყდა, ნუ 17,000 ბავშვი შესაძლოა ყოფილა. ახლა გეკითხებით, ვინმე თმის ღერი მაინც ჩამოხსნა და ის ვინც ეს ჩაიდინა, ცინიზმი ნახე რა. ტრამპს გადასცა ნობელის პრემიის, ესე გიტლერმა რო გადასცეს, ვიღაცას რო აგე რა, შენ არა, წარადგინა. ხო, ნუ ლაურეატობაზე. ხო, ვინ წარადგინა, წარმოგიდგენია? ამაზე მეტი ცინიზმი რა გინდათ, კაცო. ანუ ეს რატომ მოიყვანე? ის სამყარო ესეთია გეუნებათ. ის სამყარო, რომელსაც ჩვენ ღირსებით შედიხართ, გუშინ საფრანგეთმა ეს მაცხოვრის ის რო ჩაიდინა ღმერთო მოპატიე, აი ოლიმპიადის გახსნაზე დააჯილდოვა. საფრანგეთის უმაღლესი ორდენით. წარმოგიდგენიათ, ანუ გეუნებათ ის სამყარო ხო არ მალავს. მე ესეთიცა ვარო, მე შემიძლია 9 მილიონი ბავშვი გავწყვიტო. ჩემი იმის გამო მე შემიძლია აი მაცხოვარზე ესეთი რაღაცა გავაკეთო და ამისთვის მე ესეთი ვარო. შენ რა გინდა იქ?
ვისგან ელოდები ლეგიტიმაცია? თუ ეშმაკმა ლეგიტიმაცია მოხდა, ეს იგი შენც ეშმაკი ხარ, კაცო. ამიტომ რომლები ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს, პირველი მოაწერეთ ხელი სწრაფად, კაცო. მოგწონს არ მოგწონს, შენ პოლიტიკურ გემოვნებაში ჯდება, არ ჯდება, ეს დრო აღარ არის შენ რა მოგწონს, შენ არც გეკითხებიან, არასდროს არ გეკითხებოდი შენ რა მოგწონდა და რა არა, კაცო. ყველა ქართველის ხელში ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად, რასაც დაუკვეთავ ხელისუფლებას, აი ეს ხელისუფლება იმას გააკეთებს. ვიცი რასაც გეუნებით რა. შეგროვდება აი ეს ხელმოწერა, დაიწყება დიალოგი. შეგროვდება ხელმოწერა, ეკლესია, რელიგიის შეტანა სკოლაში, შევა რელიგია. ყველაფერი ჩვენ ხელში გეუნებით. რატო იცი ამ ხელისუფლებას მარტო საყდენი აქვს ჩვენი. მაშინ მივცეთ რა საშუალება. შეეშვით იმის ლაპარაკს, რომ აი მა რო თქვა 1809 წელს, რომ ეროვნულიო ყომახიძეზე რო იციან. აი, დაწმარდით რა, კაცო. ეს დრო აღარ არის მეთქი, კაცო. გადახედეთ რეგიონს გეკითხებით, გეუბნებით. და რო არ შევეხო ემიგრანტებს, ბატონო და ეს როდიან. ესაც აი მე პირდაპირ ვამბობ. ორი შეტაკება მოხდა, ერთი აჭარაში, ერთი თბილისში უკვე. როდის აფეთქდება აქ სიტუაცია, აგიფეთქებენ გეუბნებით მეთქე. გამაგებინეთ, კაცო, მე სახში ჯოკლისთვის 4 კაცს ვერ ვკრიბავ. ესენი როგორ იკრიბებიან 700-600 კაცი ერთად, კაცო. ესენი იმიტომ კი არ არის შემოსულები, რომ საქართველოს ავნონ. არა, კაცო, ეგ არა მაქვს ხედველობაში, მაგრამ თვითონაც არ იციან ვისი იარაღია. საიდან რა პროვოკაციას მოუწყობენ, რომ ვიღაცა, რა ვიცი, გაუპატიურა და დაანაწევრა. სრულიად შესაძლებელია. ხო, აფეთქდა სიტუაცია. თქვენ თუ გახსოვთ ბატონ პაატა გეწოდინებათ ფერგანაში სხვა კი არაფერი არ არის. ხო. დამასტარი ახლა რა. წარმოიდგინეთ ბაზარში მიდის ადამიანი და მარწყვი არ მოწონს. აყენებს შეურაცხყოფა ქალს, აღმოჩნდა რომ ეს მყიდველი იყო ეთნიკურად თურქი მესხი. თურქი მესხი, ნუ ვიცით რომ 44 წელს გადასახლება რომ მოხდა სტალინის მიერ ამ თურქი მესხების შუა აზიაში და ამ ქალბატონს გამოექომანენ ადგილობრივი ეს უზბეკები. ამიტომ მოხდა ეს სერიოზული სისხლის ზღვა, ამის უამრავი ადამიანი დაიხოცა, იქ პირდაპირ ახანჯლეს იქ ხალხი. ამიტომ უყურეთ, ამიტომ ვეუბნები ხალხს. როცა სახელმწიფო არის პატრონი არ აყავს, მე მხედველობაში მაქვს პატრონი რასაც ქვია. ყველა კარგად ხვდებით ვინ არის დღეს კავკასიაში უსაფრთხოების გარანტი, რომელიც სახელმწიფოა. კიდევ ერთხელ ისეთი სიტუაციის წინაშე არ დაგვაყენონ. არავინ არ თქვა, კაცო, გადახედეთ ქალაქში, გაშავებულია ქალაქი. ლონდონს და იმას დავცინოდით და აგერ შენ მოგივიდა, კაცო. და შეწყვიდეთ ამის რო გამოდიხართ ექსპერტები და ამის ისე ნიჰილისტურად ისა რა ის სწავლება, კაცო. რა ის სტუდენტებზე მელაპარაკებია, გადახედე, კაცო, მე კიდევ გეუბნები, მე უგლე რომ მიდის ხოლმე დედამისთან რომები, არა კაცო, ფეხით შეუულია, მანქანით წადი, კაცო. მართლა მე კერმეშინი არ მინდა, ვიღაცა მე აქვე დავამატებდი ახლა თუ ეთერიდან საზოგადოება ახლა ჩემ ლაპარაკს ალბათ ყურადღებას აქცევს ღმერთმანი არასდროს ქსენოფობი არ ყოფილა. არც მე. ხო, და პირიქით ისეთ უბანში ვარ გაზრდილი დაბადებული რომ უამრავი ეროვნების მეგობარი მყავს. მე ძნელი ვარ ბოლო-ბოლო. ხო, ხაზი რას მინდა გაუსვარო, თუ კი ადრე ბავშვობაში ისნის კინოში გადავდიოდი და სეანსზე 30 კაპიკი ღირდა მე მგონი ბილეთი და ინდური ფილმებიც გადიოდა, ხო? 20 კაპიკი ბავშვი. რაღაც ნუ 25 კადრის ეფექტი ქონდა და ეს სტრილალკები იყო მაშინდელი ეს სამრატები და თხამენდრა და სხვა სახიობები თამაშობდნენ, ხო, მაგრამ ახლა ჩვენთან უბანში ხომ არის სტადიონი, სადაც ბავშვობაში ასევე ფეხბურთს თამაშობდით, ხო? ქართველებიც იყვნენ, რუსებიც იყვნენ, სომხები რაღაც, მაგრამ საღამოს მოდიხარ, ფეხბურთს კი არ თამაშობენ. კრიკეტს თამაშობენ, ინდუსების საყვარელი თამაშია ახლა, ნუ ვიცით რომ ბრიტანეთის იმის ქვეშ იყვნენ ესენი, ხო? კოლონია იყო დიდი ბრიტანეთის, კრიკეტს თამაშობენ, რამე წინააღმდეგი კი არა მაქვს, უწყინარი ხალხი არიან, მაგრამ თვალებს ვერ უჯერებ, ჩაშავებულია უბანი. ხო, კანის და ფერის მიხედვით და რელიგიის მე არ ვარჩევ ხალხს, უბრალოდ თვალში საცემი არის უკვე. ანუ თვითონ ქეთევან-წამებულზე რო გაივლი, ადრე თუ იყო ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მაღაზიები, ხო, ტყავგალანტერეა და ასე შემდეგ, ხო? ახლა მათი სასაუზმეებია გახსნილი
საპარიკმახეროებია, სალონებს ეძახიან ახლა, ხო, ადრე საპარიკმახეროები იყო. ყველგან ისინი არიან. ძალიან ბევრია, εν რაოდენობის არიან უკვე შემოსულები. ამიტომ მაკრიკეტზე გამახსენეთ, ჩემთან მოვიდნენ ქართველები მომიყვანეს ეს ინდიელი და მეულებიან, მიდიო რა პატო ხელისუფლებაში დააყენეო რა, აგერო ოლიმპიადას იმას გავხსნიო ფედერაციას კრიკეტ, მაგ კრიკეტი თუ რა. ხო? ფედერაციას და რა გინდაო 10,000-ობითო ის მაყურებელი ყოლებო იქიდან ჩამოვლიდ. ვისოთ, მე მითხრას, კარგი? მე თქმა კარგად არ ვიცნობდი. ანუ იმის თქმა მინდა უკვე რა ამბიციები აქვს. კიდევ დღეგავლობით მეიდანზე გაზრდილი კაცი ვარ. ჩემს გარშემო იყო სულ და მე მესამეში იეზდები და ჩემი ძმები კაცო რაც ლაპა მე არ მაგი ის კი სომხური ვიცოდი კაცო ლაპარაკო ეს არის საფრთხე როდის რა აფეთქდება და კიდევ ერთხელ ვამბობ ის რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯარის გამოყვანა დაჭირდა აი ამ პრობლემის მოგვარებისთვის რეგულარული ჯარის გამოყვანა დაჭირდა კარგად დაფიქრდით კიდე გავლენებით რომ და იცი ამას ვერ გაბედავენ აკა აი მე ეს რისკებს აცილებს რა თუ კი იმ მტერს ეწოდება რომ იცი რა აქ რომ მე ქართველებს დავეტაკო ავტომატურად ვეტაკები იმ ძალას ხო რა თქმა უნდა შეიკავებს თავს მეტი გასაგებენაზე როგორ ვთქვა ადიქით მოაწერეთ ხელი კიდე გეუბნებით ხვალ არ იყოს გვიან არავის არ ვაშინებ არავის კიდე გეუბნებით რომ ეს გადახედეთ პროცესებს იმას კი ნუ დაზებს იმ რა ქვია ის ბოკერიამ რა თქვა და ჩუგოშვილმა და ჩორგულეშვილმა რა თქვა ეგ გვერდზე დაგრჩებათ გადახედეთ პროცესებს რა პროცესებია დაწყებული უკვე ჩვენ სამეზობლოში ღრუბელი ხوار იკრიბება შემთხვევით მე ყველანაირად შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ახლა აი ჩვენ გვრჩება 2 წუთი და ვიტყვი უბრალოდ ისტორიული ფაქტია 11 ივლისი მიიჩნევა კიევის გმირული დაცვის დაწყების დღედ. იქ 778 დღე 53 წელს მოხდა ამ საბოლოოდ 17 დივიზია 100,000 ვერმახტის ჯარისკაცი და ოფიცერი გაანადგურა წითელმა არმიამ. და ეს ის დღე არის, როდესაც კონტრიერიშებით კიევზე მიმდინარეობდა ეს დარტყმები, ანუ კიევში ოკუპაციის ქვეშ იყო, ხო? და მე რატომ მოვიყვანე ეს კიევი მაგალითად, ახლა თქვენ ზელენსკიც ახსენეთ, პოლონეთმა დღეს ასევე მიიღო თვითონ პოლონეთის სეიმმა გამოაცხადა ანუ ეროვნულ ხსოვნის დღე. დღესასწაულად არა, ხსოვნის დღე. დახოცილი პოლონელების ეს ოუნ უპარო ბენდერებისგან იქ ძალიან ბევრი ადამიანია სოფელი იყო პუზირკი სოფელი იყო დღემდე მე მგონი მისცეს ნება ახლა ექსგუმაციაზე 170 ადამიანი ქალები და ბავშვები უკრების მიერ დახოცილი პოლონელები ხო და ახლა პოლონეთმა ეს დღე გამოაცხადა ხსოვნის დღე და იქ თვითონ პოლონეთში გენოციდად არის აღიარებული ეს ეგრეთ წოდებული ვოლინსკაია რიზნია ხო ანუ ამოხოცეს ძალიან ბევრი პოლონელი იქ ათასებზე მიდიოდა საუბარი უამრავი და არქივებს დღემდე არ ხსნიან უკრაინელები ნახეთ აქვე მინდა გვაქვს კიდე ერთი წუთი ვიტყვი პოლონელები მოითხოვენ რომ მოხდეს ექსგუმაციამ დახოცილების უკრები არ აძლევენ ამის უფლებას რატომ არ აძლევენ კითხვა რაში მდგომარეობს იმიტომ რომ იმ თავის ქალას რომ მოიღებენ იმიწიდან იქ ეკნება ნახრები იმას და გეტყვით ბარემ თუ 20 წამი არ მჭირდება გახსოვთ იქ რუსები გვამები რო გადასცეს 6,000 ეხლა ხუცი რას აკეთებენ ძმის შვილი დამეჭრა ეხლა კურსკის და სუმის ოლქთან საკუთარ გვამებს მინავენ ჩემი ძმის შვილი დაჭრეს დაიჭრა ასკოლკებით ეს აფეთქდების კარგად დაფიქრდით კიდევ ერთხელ გეუბნებით ქართველებო მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ ეს არ არის ახირება შედით მოაწერეთ ხელი და ტელეფონით ვისაც არ აქვს საშუალება მობზენდით და ხელმოწერები აქ გავაკეთოთ სოლიდარობის ოფისში ტელეფონები აგერ არის თქვენ დიდი მადლობა ბატონ პარტა გადაცემაში სტუმრობისთვის მე მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ თავისუფალი ტრიბუნის თანადამფუძნებელი სამოქალაქო აქტივისტი და ომის ვეტერანი პაატა აბულაძე მე მომდევნო კვირამდე გემშვიდობებით შევხვდებით 4 შაბათს 16 საათზე მადლობა ყურადღებისთვის გაგრძელებთ